სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. რადგან წმინდა მამები და ბეჯითებით გვასწავლიან, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გნებავთ და არქვით, რომელიც თითოეულ ადამიანს მისი ბუნების დაცემულობის გამო ყოველთვის თან აქვს შიგნით, ეს არის დავიწყება, ეს ნიშნავს იმას, ესე მამები ესე განმარტავენ კიდევაც, რომ ეს გიგანტია რაღაც ძალიან დიდი უზარმაზარი, რომელიც ესე იგი ფაქტობრივად სულ მუდამ ჩვენთან არის და რომლის გარეშე ჩვენ ვერ თავისუფლდებით, რომლისგანაც ვერ თავისუფლდებით და მას ესე უწოდებენ დავიწყება. რომ ადამიანს ყველაფერი ღირებული ავიწყდება, იმდენად არის გარე სამყაროზე ორიენტირებული და გარე სამყაროს საშუალებით საკუთარი პატიმოყვარეობის დაკმაყოფილებით გართული, რასაც განხრთობა ქვია ჭყალებში, ოღონდ დემონური ღმერთები იქნებით თუ იმას შეჭამთო. იმდენად არის იმგვარად ყოფიერებს ამგვარი ცხოვრებით, შეიძლება ასე ვთქვათ, ეს ჩვენი გენეტიკური მემკვიდრეობა ადამიანიდან, რომ ადამიანს სულ ავიწყდება, რომ ის ხატი და მსგავსია ღვთისა, რომ ღმერთი მოვიდა ჩვენთან, რომ იმისათვის, რომ ჩვენში დამკვიდრებულიყო ტაძარი ყოფილიყავით, შიგა ცხოვრებით გვეცხოვრო და ასე შემდეგ. და საერთოდ რა მოიმოქმედა ღმერთმა ჩვენთვის, რა მდგომარეობიდან გამოგვიყვანა, რა მდგომარეობიდან გამოგვიხსნა, რომ ესე იგი რომ არა ღმერთის ასეთი ამგვარი მსრუნველობა, რა დღეში აღმოჩნდებოდა თითოეული ადამიანი იმ უნარებით, რაც მას აქვს, რა უნარები აქვს, მას ეს არის უკვდავობა, არ კვდება რა ადამიანი. არ მომხდა მარადისობა ღმერთთან ყოფობაა, მაგრამ კი ბატონო, მარადისობას არ იმკვიდრებ, მაგრამ არ კვდები, ანუ არსებობ, მაგრამ ცოცხალი არ ახ. ანუ ეს უკვდავობა შენარჩუნებული აქვს, თავისუფლება, გონიერება, ტანჯვის უნარი იტანჯება, ამას ვერაფერს ვერ უზავ. ასეთი არის ადამიანი, ასეთად შექმნა ღმერთმა. და აი ამ უბედურებისაგან გვიხსნა ჩვენ ზუსტად, მაგრამ ჩვენ ამას ვივიწყებთ და ამიტომ სულიერ ცხოვრებას მუდამ განახლება ესაჭიროება. მუდამ განახლება. ეს მოჭიმული სიმივით, აი სიმი რომ მოიჭიმება, თავის ზომას რომ მიაღწევს, ხელის შეხებას გრძნობს და კარგ ბერას გამოსცემს და თუ არ მიაქცია ყურადღება და პერიოდულად არ შეამოწმე და პერიოდულად არ მოჭიმე, ის აუცილებლად ეშვება და ხელის შეხებას ვეღარ გრძნობს და შესაბამისად კარგ ბგერას ვერ გამოსცემს. თუ ძალიან მოჭიმე, გაწყდება. ამიტომ მუდამ ყურადღების ქვეშ უნდა იყოს სიმი. აი ესევე ზუსტად ადამიანის. მუდამ საკუთარი თავი ყურადღების ქვეშ უნდა ყავდეს, მუდამ უნდა ღვიძარებდეს. ამიტომაც არის ეს ღვიძარების სათნოება, ღვიძარება ხო ეს მარტო ფიზიოლოგიურ ღვიძარებას ანიშნავს, თუმცა ფიზიოლოგიური ღვიძარება ლოცვისთვის, როცა ადამიანი ღამელოცულობს, ესეც კერძო შემთხვევაა ზოგადად ღვიძარებისა, მაგრამ ღვიძარება უფრო ფართემცნებაა, ადამიანი სულ ღვიძარებს, რომ არ მოეშვას, არც გადაიძაბოს, რომ არ გადაწყდეს, ამასაც ყურადღების მიქცევა უნდა, მაგრამ რომ არც მოეშვას და პერიოდულად მას მოჭიმვა ჭირდება და ეს პერიოდული მოჭიმვა აუცილებლად ჭირდება ადამიანს. ანუ პერიოდული აქტუალიზირება ჩვენი ცოდნისა, რომელიც ჩვენ გვაქვს. გვაქვს ეს ცოდნა ჩვენ. გვაქვს, მაგრამ პერიოდულად ამას განახლება ჭირდება. აუცილებლად, თორე გვავიწყდება. ადამიანი იმდენად სიბნელეში იჯდა, რომ რისთვისაც დაიბადა, ჩვენ ხო ვიცით ხო საღვთო ისტორია, რისთვისაც დაიბადა ის ვერ იცნო. აი ეს იგავი დღესაც აღმოვიკითხეთ, რომ როგორ არის ხო, ესე იგი აგზავნის თავის მსახურებს, ვენახეს პატრონი, მამულის პატრონი თქვა შეიძლება ასე ეთქას, იმისათვის რომ თავისი კუთვნილი წილი მიიღოს და მე როგორ არის აბიგაურ სახეში, რომ ერთი ძე ესვა და ეგება ვითარმეთ შეიკდიმონ ძისა ჩემისათვის, ეგება შერცხვეთ. ღმერთი ადამიანად მოსული, ეს არის ბოლო შესაძლებლობა ადამიანის გამოფხიზლების. იმიტომ რომ ადამიანი არის იმისთვის შექმნილი და იმგვარად შექმნილი და იმგვარად დაბადებული, რომ მას ღმერთის ცნობელობა შეუძლია. თუ საკუთარი თავი ძალიან არ დაიზიანა და დაიზიანა თავისი არჩევანით, რა თქმა უნდა. ამგვარად არის შექმნილი. აი როგორც წერია წმინდა წერილში, ძაღლი თავის პატრონს ცნობს და საქონელი ბაგას, ხო და ადამიანი ღმერთს ვერ აცნობს.
აი თითქოს შეიძლება ასე ვთქვათ ინსტინქტში აქვს ადამიანმა უნდა ღმერთი იცნოს, მაგრამ იმგვარად გადაგვარდა ადამიანი, რომ ვერ იცნეს, არ შერცხვათ თავის ცხოვრების წესი. არამედ აი ეს სიტყვები გავაგრძელოთ ეს იგავი, რა თქვეს, რომ მოვედით მოვკლათ იგი და რატო მოვკლათ იგი და ჩვენ და იყოს სამკვიდრებელი ესე. ანუ უღმერთო ცხოვრების წადილი, უღმერთო ცხოვრების. როცა ადამიანი თავად არის თავის ღმერთი და მას თავის ზემოთ ღმერთი არ უნდა ღმერთი, არ უნდა ამ ვერტიკალში, ღვთაებრივ ვერტიკალში ყოფიერება, არ უნდა თვითონ უნდა იყოს ყველაზე დიდი. ეს ეგოიზმის უკიდურესი გამოვლებაა და როცა ადამიანები უღმერთო ცხოვრობენ, თავარი მიზეზი ეს არის, რომ არ უნდა რომ იყოს ღმერთი მის ზემოთ. მას უნდა რომ თვითონ იყოს ეს ლოგიკურად გან ამის ახსნა შესაძლებელია. შეიძლება ადამიანი დაიბნეს, თუმცა ლოგიკურ ახსნას მოინდომებს, მაგრამ ლოგიკურად ამას ვერ ახსნი. მომაღლეს ქერუბიმსაც ეს დაემართა, რომელიც მერე სატანად გადაიქცა. ეს ხდება ადამიანებში. მაგრამ სავალალო ის არის, რომ ეს ხდება არა მხოლოდ ურწმუნო ასე ცხოვრობს. ურწმუნოს არ შეუძლია თავის ზემოთ ღმერთი იხილოს. თუ ღმერთის რელიგიურობა მაინც არის მასში, ხო? ეს რელიგიურობა სადამდე გადის და რას ნიშნავს ეს რელიგიურობა? ეს არის ღმერთი როგორც ყოვლისშემძლე დამხმარე რაღაცა ძალა ან არსება, რომელიც რადგან თვითონ კეთილია, ამიტომ ღმერთი ვალდებულია მას დაეხმაროს. და ღმერთი სულ ეხმარება ესეთ ადამიანს, ესეთ თulis ადამიანით. და ღმერთი სულ მისკენ არის და სიმართლე პურს შეჭამს და ასე შემდეგ, როგორც იციან ხოლმე. ამაზე არ მაქვს ლაპარაკი. მაგრამ აი როცა ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრებას იწყებს და ეკლესიის წიაღშია, აი აქ არის პრობლემა. ზუსტად რომ სამწუხაროდ ეკლესიურ ადამიანსაც ისევე არ უნდა მორჩილება ღვთისა, როგორც ურწმუნოს. ოღონ ურწმუნო უფრო თანმიმდევრულია, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ არ უნდა და არც ცხოვრობს ქრისტიანულად. რაღაც თავისი შეიძლება რელიგიური გზნობები ქონდეს. მაგრამ როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ხო, და შინაგანი განწყობა ზუსტად იგივეა, ეს უკვე ძალიან უცნაურია და სამწუხაროდ, როცა ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრების პრობლემა არის იმაში, რომ მუდმივად გვაქვს დეფიციტი სიმდაბლისა, ჩვენი სიმართლით ცხოვრობთ, ამაყნივართ, ამპარტავანი ღვთისგანგებულებას არ ვემორჩილებით, ღვთისგანგებულებას არ ვემორჩილებით, იცით რას ნიშნავს? ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ცუდი გვაქვს, იმიტომ რომ ღვთისგანგებულებისადმი მორჩილება პრინციპში რეალიზდება სოციუმში დიდი ნაწილით რეალიზდება ადამიანებს შორის ურთიერთობაში, როცა ჩვენ ერთმანეთს ვემორჩილებით, ერთმანეთს ფაქიზად ვექცევით, ერთმანეთის უძლურებას ვიტვირთავთ, ერთმანეთს უფრთხილდებით და ასე შემდეგ. აი ამაში დიდი ნაწილი ღვთისგანგებულებისადმი მორჩილებას, როცა ამაში რეალიზდება. იმიტომ რომ არც ერთი ღერითმა არ დავარდება ჩვენი თავიდან ღვთის ნების გარეშე და ამიტომ როცა ჩვენს გარშემო ადამიანები როგორღაც იქცევიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს და ამაშიც ღვთისგანგება დავინახოთ და დავემორჩილოთ. და ეს ვრცელდება საერთოდ ყველაფერში, სახელმწიფოებრივ მოწყობაში ეს. რატომ არის ეს ნებისმიერი ამბოხი მაგალითად, ხო? ამბოხი ნებისმიერი რევოლუციური განწყობა თავისთავად ცუდია, იმიტომ რომ ეს ზუსტად ამას ნიშნავს. ეხლა ეს ძალიან ღრმა თემა, ამას არ ჩავუყმავდები, მაგრამ ფაქტად შეება, რომ ადამიანს უჭირს, რომ თავის ზემოთ ღმერთი ყავდეს, რომელიც აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური სიყვარულია, და ამიტომ ეს მოვედი და მოვკლათ იგი არის ყველას პრობლემა, არა ეკლესიურის და ეკლესიური ადამიანებისაც. არადა კვლავ აგრძელებს მარკოს მახარებელი, რომ მარკოს უпроსორეთ ეს ქრისტეს სიტყვებია, მარკოზის მიერ გადმოცემული, როცა იგი გვეუბნება, რომ არ აღმოგიკითხავსო წინგში, ლოდი რომელიც შეურაცხყვეს მასშენებელთა. ესე იქნა თავ კიდეთა გახსოვთ, რომ ფსალმუნების სიტყვებია. უფლისა მიერ იყო ესე და არ საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა. ანუ როდესაც შენ კლავ ღმერთს შენი ცხოვრებიდან, მოიძაგებ, მოიძულებ, როცა შენ არ გინდა, როგორ ვერ ხვდები, როგორი უგუნური უნდა იყო, რომ ყოფიერების არსებობის
შემქმნელის ყოფიერების და მისი არსებობის გარანტიც, რომ ყველაფერი არ იშლება და ინგრევა და არ ნადგურდება და მათ შორის შენც რო არ იშლები და არ ნადგურდები და კვდები, ყველაფრის შემკრავი, ყოვლის მყრობელია ეს სიტყვა. ყოვლის მყრობელი არის ღმერთი, ეს თავსაკიდური ლოდი მაგას ნიშნავს. ლოდი, რომელიც შენობის კედლებს კრავს. აი თანამედროვე სიტყვა რო ვიხმაროთ, სარტყელს რო აკეთებენ. სარტყელი რო არ იყოს, მოირღვევა კედლები. მაშინ ეს არის ორკინაბეტონის კონსტრუქცია და სხვა პრინციპი იყო. ამას ლოდი თავსაკიდურს ესე უწოდებდნენ. ლოდი, რომელიც კრავს სახლის კუთხეებს და კედლებს. ან მის გარშე ყველაფერი მოირღვევა და ადამიანის უგუნურობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ღმერთის ყოვლის მყრობელობით ვართ, აქ დგავართ, საუბრობთ, გულიცემს და საერთოდ მთელი სამყარო, კოსმოსი, მიკროსამყარო, ყველაფერი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მას თავის ყოვლის მყრობელობით უპყრია ეს ყოველივე და ამავე დროს უპყრია სიყვარულით. აი ეს უბრალოდ რაღაცა მექანიცივი კანონებით კი არა, არამედ სიყვარულით, რომელსაც განსაკუთრებულად ავლენს ადამიანის მიმართ. პეტრე მოციქული აგზელებს დღეს პეტრე მოციქულის წერილი წაღვიკითხეთ, იგივე ლოძზე საუბრობს. პეტრე მოციქული, რასაც სხვათა შორის მარკოს მახარებელი პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. შეიძლება ეს ერთგვარი პარალელებიც აქედან გამომდინარე არის. ლოდი არის იმისათვის ჩვენს თვალს, ანუ ქრისტია ეს ლოდი არის ქრისტეს სიმბოლო. მაგრამ ეს ლოდი არ არის პასიური, ვერ დავინახე და გავიარე. ასე არ არის. პეტრე მოციქული მეუბნება, რომ პატივია მორწმუნეთათვის, როცა თქვა დაინახავს და სწორი დამოკიდებულება აქვს, ხოლო ურჩთათვის არის ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა და ლოდი შებრკოლებისა და კლდეს საცდურებისა, ანუ გახსოვთ ხო, ვისაც ეს ლოდი დაეცემა, რა დაემართება, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, რა დაემართება, ანუ ეს არ არის რაღაც პასიური, ვერ დაინახე და გაიარე. როცა შენ ყოფიერების თელ აი ამ საწყის ყოფიერების მყრობელს უარყოფ, ხო? ეს არის სწორედ სიბნელე, უარყოფ იმის გამო, შენი პატივმოყვარეობის გამო, შენი სიამაყის გამო, ლოგიკურად, აბსოლუტურად გაუგებარი მდგომარეობაა ეს, რა თქმა უნდა. ხო, ვერ ხვდები, ვერაფრით ვერ ახსნი, რატო ემართება ადამიანს ეს, მაგრამ ფაქტად შეება ადამიანებს სამწუხაროდ თავისუფლზე ეშმაკს ანგელოზს დაემართა და ეშმაკი გახდა. ადამიანებს ემართებათ ესე, სიბნელეში იმყოფებიან, სიბნელეში შემოვიდა ღმერთი და როგორც კითხულობთ პეტრე მოციქულთან დღეს, ბნელისაგან გიწოდათ თქვენ საკვირველსა მას ნათელსა. გვახსენებს, სიბნელეში იჯექიდა, სიბნელიდან დაგიძახათ და დაგიძახა რისთვის დაგიძახა? არა იმიტომ, რომ უბრალოდ რაღაცა როგორც უპატიო ჭურჭელი დაგაყენა, არამედ როგორ ამბობს პეტრე მოციქული, ვინ გაგხადათ თქვენ, ნათესავი რჩეული, სამეუფო სამღვდელო, თესლი წმინდა, ანუ ერი წმინდა, მაგას ნიშნავს. ერი მოგებული, ანუ მოგებული ნიშნავს, რომ გამარჯვებული ამ შემთხვევაში, რათა სათნოებითა მიუთხრობდეთ ამას, რას მიუთხრობდეთ, რომ ესე იგი ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ეს, რომ ბნელისაგან გვიწოდა ჩვენ საკვირველსა მას ნათელსა. და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომელი ოდესმე არაერ, ანუ ხალხათაც არ ვითვლებოდით შეიძლება ითქვას, არაერ, ანუ ვართ რაღაცა, მაგრამ არაფერი პერსპექტივა არ არის, ხოლო აწ ერი ღვთისა, რომელი იგი ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით. აი ეს განსხვავება, რა ვიყავით და რა გავხდით, კაცობრიობა რა იყო ქრისტეს მოვლინებამდე და რისი გახდომა შეეძლო, ნაწილი გახდა და ნაწილი არ გახდა. კაცობრიობამ ნაწილმა შეიწყნარა ქრისტიანობა და მერე ისევ უარყოფს. და ჩვენ ამ დროს მოვდივართ ეკლესიაში, ანუ მოგვიწოდა, ბნელისაგან გაგვიძახა, მოვედით ამ ნათელში და მერე მაინც ვერ უფრთხილდებით და ხშირად ვერ ვაცნობიერებთ თუ რა დიდებულებაში ვიმყოფებით, იმიტომ რომ ის რაც იყო მანამდე, ის აღარ გვახსოვს. ან თუ გვახსოვს არ გვტკივა, ან თუ ის ძველი არ გვახსოვს, უღმრთობაში როგორები ვიყავი და შემოვედით ამ ნათელში, მაშინ გამოდის, რომ არც ამ ნათლის გამო მადლიერნი არა ვართ, იმიტომ რომ განსხვავებას ვერ პოულობთ. ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მუდმივად შემოძახება საკუთარი თავისადმი, რომ არ დავივიწყოთ სად ვართ, რომ ვიყოთ ერთგულნი უფლისა, რომ ვიყოთ მადლიერნი
იმის გამო რომ სიბნელიდან სინათლეში მოგვიწოდა, რომ ვაცნობიერებდეთ რომ ვართ სინათლეში და არ მოხდეს ისე ღმერთმა დაგვიფაროს რომ ის უდიდესი წყალობა რომელიც ღმერთმა მოიღო, ესე გავატაროთ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, არაფერი აღარ მოხდება სხვა. არაფერი არ მოხდება. აი ყველაზე დიდი რამ მოხდა. ღმერთი მოვიდა ადამიანად. შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელია ობიექტურად. შეუძლებელია ამაზე დიდი რამ მოხდეს. და ეს დიდი რაღაცა თუ მე გავიგე, შევიმეცნე, მივიღე და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგი, რომ შესაბამისად ვიცხოვრო, მაგრამ მე უკან დავიხიე. აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, უკუქცევა ჩვენი საქმე არ არის. თუ უკან დავიხიე, აღარაფერი აღარ არსებობს უფრო დიდი, რომელიც მე კვლავ წინ გადამადგმენებს ნაბიჯს. იმიტომ რომ ყველაზე დიდია მომხდარი. და მე იმიტომ ამბობს მე იგივე პავლე მოციქული, რომ აღარაფერი აღარ არჩებაო და მე ამბობს, მსხვერპლი აღარ არჩება. გაღებულია უდიდესი მსხვერპლი, ღმერთი მოკვდა შენთვის. აბა რა აღარჩება პავლე მოციქული კითხულობს იმათვის, ვინც უკან იქცევა. მხოლოდ საზარელი რამ მოლოდინი, ესეც სიტყვები წერია. საზარელი მოლოდინი. ღმერთმა დაგვიფაროს. იმიტომ რომ ვერსად ვერ გავექცევით ჩვენს ყოფიერებას, ჩვენს უკვდავებას ვერსად ვერ გავექცევით. ამიტომ ჩვენი ორი გზაა მარტო. ან ესე იგი ყოფიერება, უკვდავებაში მყოფობა, სიცოცხლის გარეშე რაც არის ჯოჯოხეთი, ან ქრისტესთან მყოფობა. სხვა მესამე გზა არ არსებობს. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა რომ ეს დიდებულება ავირჩიოთ, გონება მიუწვდომელი დიდებულება ავირჩიოთ, რასაც ღმერთთან ყოფობა ქვია, ღმერთიშვილობა ქვია, მოგვეცა ამის შესაძლებლობა, შეეხო ჩვენს გულს ღმერთი, მოგვიყვანა აქ, ამიტომ ძალიან მტკიცედ ხელი ჩავჭიდოთ ხელი და არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადავდგათ. მე მესმის რომ ეს ძალიან რთულია, ადამიანის ცხონების გზაზე ბევრჯერ ეცემა, მაგრამ ეს შემართება შინაგანი და უნდა გქონდეს აუცილებლად, იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ღმერთი შეგვეწიოს და მოგცეს ძალა, რომ პადლიერებით, გულმხურვალებით, სულის დუღარებით და სიხარულით ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ქრისტესნი ვართ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.